ეხლა ვაკეთებ წვანილობიოს, აქ ვერ ჩავატიე რაღაცა ტელეფონი კარგად თან დამტენზე მაქვს შეერთებული და ჩემი ხმა იმედია კარგად ისმის. რადგან TikTok-ზე ძალიან გიყვართ ჩემი რეცეპტები. ჩემი სულ ფეხზე მიდია. გავაკეთოთ ერთად მწვანილობიო. კარგია, რომ ჯერ ისეთი სეზონია, რომ არ აქვს ეს ზედმეტი ისინი, რა ქვია, ძაფები. ხო და გავაკეთოთ. აქ მაგ გავასუფთავე უკვე და აქ პირდაპირ ესე წყლიან ჯამში ვყრი. ჯამი არ არის ეს. ქვაფში. ტაფა ქვაფში რა. წამოვადუღებ და მე აქვე მოვთუშავ, რომ აღარ ვუცვალო. ყველაფერი. თავები მოვაცალოთ და დავეხოთ. მიკროფონი რო არა მაქვს იმედია კარგად ისმის. ვაფშე რა ფასების რეალობაში ვცხოვრობთ ხო ეს რა ხდება. მე მახსოვს ერთხელ 5 ლარი მქონდა მე და ჩემ მეგობარ ჯოზეფს, რომელიც ბევრს გეცოდინებათ და გადავედით ბაზარში. და მახსოვს მოგვივიდა 1 კილო პამიდორი, 1 კილო კიტრი, ნახევარი თავის სულგუნი, წიწაკა, ჭადის ფქვილი ნახევარი კილო. და რაღაც მწვანილები. სეზონური ხილი, მე მგონი 4 ცალი ვაშლატამა. და არ ვიცი, 5 ლარად ლუბიალთან მოგდის. ევროპელები 2 და 3 ხელს ყიდულობენ და ამაზე ვიცინოდით, იმიტომ რომ კილოობით ყიდულობენ ხალხი ხილს და ბოსტნეულს. არ გადავედით. დღეს ევროპაში ხილი და ბოსტნეული უფრო იაფია. 1 ევროვის მარწყვ იტალიაში ისეთ გემრიელ მარწყვ პირობდი ხომ ერთად. ერთგვარად მარწყვი მაყიდინათ რა. აი ამას მაგალითად ძაფი აქვს. და აქ ტელევიზორს ჩართავ და ქადაგებენ რომ ეკონომიკურად ძალიან წინ წავედით. თქვენ შეიძლება წახვედით. შეიძლება რა გეტყობათ რომ წასულები ხართ. ეს კომისია ხო საერთოდ დაცინოა იყოს ჩვენი ხათრითო ვერ დაწევთ ფასებს. ფასნამატი დაწიოს სახელმწიფო პროდუქტზე და იმპორტირებულ პროდუქტზე და იქნებ რაღაც გვეშველოს. და ის ქალი საერთოდ ქერათმიანი ქალი აიო გაჩერებულები დახლი რო გავაკეთოთო ცალკეო რა ცალკე დახლი. გულა დავებიან. პრემიერი გამოვა და იტყვის რომ თქვენო ღარიბები ხართო, მაგითო გეტყობათო რა. გიჭირთო ფასებზე ამიტომ ლაპარაკობთო და უცნობმა საერთოდ მაგარი რაღაც გააძრო რომ ლობიოს დონეზეო დაწიესო ქვეყანაო. რა ვქნა ხალხო მეცინება ხوار ვიტირებ, ისე უნდა ვტიროდეთ ესეთ. როცა ბავშვებს შიათ თქვენი ფეხბურთი არავის არ აინტერესებს. თუ ჩემ შულს შია არ მაინტერესებს. ისე ფეხბურთი და რა მაგარი ფეხბურთელი ყავს ეს კვარაცხელია ძალიან მაგარია რა. ქართველებს დაუბრუნა ინტერესი ფეხბურთის მიმართ. მაგარი ბჭია. აი როგორც გორგოძემ რაგბის ინტერესი გააღვივა ხალხში, იგივე გააკეთა ეხლა კვარაცხელია. და სხვათა შორის მამარდაშვილიც ძალიან მაგარი მეკარე არის. მე რო ოდესმე ფეხბურთელების სახელები მეწოდინებოდა, რას არ მოვიდგენდი. მაგრამ ვიცი როლანდინიო. იცით საით? მე ვარ 95-იანი და ჩემ დროს სკოლაში ესე ჯეირანივით ვთამაშობდით ხოლმე და პატარა კარტები იყიდებოდა და ესე დაარტყავდი და ამოაყირავებდი. ხო და ვისაც როლანდინიო ყავდა, ის ძალიან მაგრად ითვლებოდა და ნუ ეს როლანდინიო რო ჩამოსულიყავი, იყო მთელი ამბები და მახსოვს რომ 4 როლანდინიო მყავდა, ანუ რომ მდიდარი ვიყავი, იცით და ეგ იწვევდა იმ ფაქტს, რომ მაგის გამო მყავდა ჩემი პერსონალური მონები. ანუ ეს როლანდინიო რომ იმეცა,
ჩემ კლასელი ბიჭებს უნდა სკოლიდან ჩემ ტაქსი ყავდა მაშინ. იმიტომ ძალიან საყვარელი კაცი იყო და ტაქსამდე რომ მივეყვანე, არა, ტაქსამდე უნდა მიეტანათ ჩემი ჩანთა. და როლანდინიოს ხან ვათხოვდი, ხან არ ვიცი ეს როგორ ვახერხებდი რომ ყოველ დღე ტაქსამდე მოხვდათ ეს ჩემი ჩანთა. ესე იგი ხან თხოვნიდი ხოლმე ხო ალბათ, თორე 4 მქონდა მახსოვს. მახსოვს ვიყოფოდით ხოლმე გუნდებად. რას ნიშნავს ეს გუნდებად დაყოფა და ვაერთიანებდით ამ რა ერქვა დამაუწყდა სახელი, მოკლედ ამ კარტებს ვაერთიანებდით და გუნდი გუნდზე თამაშობდა ამ როლანდინიოსთვის. და აქედან ვიცოდი უბრალოდ რომ ეს როლანდინიო შავკანიანი იყო. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო რა. ხო და ძალიან კარგი იდეა რომ ამ ქართველი ფეხბურთელების მსგავსი კარტებიც გამოუშვათ. იმიტომ რომ ძალიან ხალისობდით ბავშვები. ო, დედა ეგრე იყო. ქეთათოც მოწმე ეგრე იყო. შეტყობინა და მომივიდა რაღაც ფასდაკლების. ისე რომ მომდის ხოლმე შეტყობინა, გეგონება რამე შუქნიან. გილოცავ, თქვენ უნდა გადაიხადოთ 10,000 ლარი რომ მოიგოთ. თუ რომ გაჩუქოთ 1 ლარი, ეს მხოლოდ თქვენ. აი ესეთ აქციებს ვინც აკეთებთ, მინდა გისურვოთ რომ დაიხუროთ. მადლობთ. ხო, და აი ეგეთ რაღაცა უაჟრო აქციებს გვეუბნებიან. აღარ დამთავრდა ეს ლობიო. საერთაშორისო ლობიო არ მიყვარდა. არასდროს. 25 წლამდე არ ვჭამდი თუ 24 წლამდე. ჩემი შვილი მაგალითად 1 წლისაა და ძალიან უყვარს და მე დღემდე წვანი არა ჩვეულებრივი ლობიო ყავასინჯა და მოეწონა და მე დღემდე ოსპიც მოეწონა. მე დღემდე არ მომინდება, ეხლა ჩემი ფრის გამოვაკეთებ, თორე არასდროს გავაკეთებ. ქეთათო გთხოვ კარადას მოცილდე. თქვენი შვილების დაძვრებიან კარადებში. ანუ სულ კარადაშია. ის ჩამკეტები ვიყიდე და მოტეხა მოანგრია. არ ვიცი როგორ მოანგრია ამ ხელახალი მე ვერ ვაძრო. ნამდვილად ბავშვებისთვის არის გათვლილი გეთანხმები. კიდევ ერთი ფულის ყრა. ვიღაცა შემოდით რა მაქედან და გაარჩიეთ დავიტანჯე. რა გინდა მან? რა გინდა კარადაში? ჰა? რა მინდებია გავიყინე და ეს მოვიხვიე. ეს მიკროფონი ისედაც არ მიგეთია და ეს ესე გამზადდა, ეხა კარგად გავრეცხავ და მე პირამდე წყლით დავფარა. გავრეცხავ თქვენი რამედის გარეცხილი კი არის პრინციპში. ბოლომდე ავავსა წყლით. დავადგათ ახლა გაზზე და თავსახური დავახუროთ. ჯაჯღანის პერიოდი გვაქვს სხვადასხვა ვისაც ყავთ პატარები. ყველას გირჩევთ რომ იყიდოთ ხელის მტვერსასრუტი, ხა ის არ ვიცი. ანუ პატარები ხო ყველაფერს ყრიან და მე განსაკუთრებით ამ პერიოდში იდევენ ყველაფერს პირში. ხო და არ ვიცი, ეხა იმ ხელა ჯაბახანის ჩართვას ან თუნდაც მთლიანად რობოტის გაშვებას მთელ სახლში. გაჩედი მეთქეს. შემდეგ ეტაპზე გვჭირდება 4 ცალი წითელი ხახვი. ხა ამას გავარჩევ მე. და გადავიტან ჩოფერში. არც თვალები ამეწვევა, ну შეგიძლიათ დაჭრათ. არც არაფერი. მე გარჩევისგან მეწვის ხოლმე თვალები და თქვენ როგორ ახერხებთ რომ ჭრით ამას? ქეთათო თვალები არ აგეწვას. ქეთათო თოხლაობს.
ტარხუნას თოხლაობს. ჩემი შვილი მამამისმა სასეირნოს წაიყვანა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ გუგუნებ. ეხა იგივე ეტაპას გავაცხელებ. სამაგრი მინდა, ჩემი ტელეფონი არის დიდი და ანყარებს. ან კამერა მინდა. ჩემ ქონა გიყიდი კამერას, მაგრამ რაღაცა არ მოვიდა. მე ზეითუნისეც მოვასხავ ახლა. ცალკე ტაფაზე ქეთათოს გავუმზადებ პატარა ტაფაზე. მარტივად რო კანი გაძვრეს, ესე დავსერავ და დავასხავ ადუღებულ წყალს. ესე მეორესაც ესე დავსერავ და დავასხავ ადუღებულ წყალს. ესე ესეც ასე. ჩადი გოგო. всё, მას პომიდორი გაუნდა. რა მოხდა იცით? ეხლა მინდა მარილი გემოვნებით. ცოტა ხანი ქეთათოს ლობიოს გამოვთავ. ეს მარილი რა მოხდა და ზვირფას ხილბოსტანში ვინც არის ფინძი მეგონა რომ ჩამიდო და თურმე არ ჩაუდია. ამიტომ ფინძს დავუმატებ ეხლა მე. ეს ცოტა ყვითელ ყველას დავუმატებ. ყვითელი რაღა იყო და უცხოს უმელს დავუმატებ. ეს და ცოტას უმატებ კოწახურს ყოველთვის. სადა ის კოწახური? აქ. ცოტაც კოწახური. შავი პილპილიც არ გვივიწყდება. ეს ეხლა მსხვანილებს და პომიდორს ერთად დავაჩვენებ რეჰანს და რა ქვია გაცა. ოხრა ხუშს.
ხარში დავამატოთ. ახლა ნახეთ ჩემი სამზარეულოს მდგომარეობა. თან დავალაგებ. მომზადდეს ესენი და ეს არის თერმოჩაიდანი და ეს არის აი ჩემი მარჯვენა ხელი. პატარა ბავშვი რო ყავს, აი ხელი წყალი სულ გჭირდება რა უცებ. ჩემი მარჯვენა ხელია მართლაც რომ. აი ჩვენი სადილიც თუ ახშამი გამოდის. ეს როგორ მოგწონთ? ნებისმიერი ხსნარი ცხელზე უფრო კარგად აქტიურდება. აი ესეთი ცხი მოსაშორებელი ხსნარები. თუნდაც არაფერია ესეთი მსგავსი დიდი ზომის ცხიმდაბინძურება არ გქონდეთ. ეხლა ვიღაცა ხელს დაიბუგავს და მე დამაბრალებს. ეს ამის თავსახური არ არის, კარგი ტაფა გამიფუჭდა და უნდა ვიყიდო ტაფა გვაქვს გულისხმობ.
ეს დეიდამ გამომიგზავნა იტალიიდან და თავის თავსახური არ აქვს. ეს უცნაურია, რომ ესეთი ხსნარების გამოყენების დროს ხელსაქმანი იხმაროთ, მაგრამ მე ვერ ვხსნარებ. და მაგ საკითხში არ მომბაძოთ. ესა ჩვენი დაალაგებული სამზარეულო. გონი რაც იყო იმას ჩობი. ჩემ ქმარს საშილად არ უყვარს გადაღება. ხო და ეხლა თქვენთან ერთად ვერ მივერთმევ, მაგრამ გავსინჯავ, იმიტომ რომ გარეთ არის მთელი დღის მშიერი და მელოდება ბავშვი ყავს გაყვანილი. რომ ერთად მივირთვათ. ერთი წამით დამელოდეთ, ცოტა ამოვიღო, მარილსაც გაუსინჯავ თან. ამან ჩემი სისხლი გააშრო. ნაი? რა მაიზია? არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ სერვირებას მოახდენთ, სვანური მარილი მოაყაროთ. ძალიან კარგი ცოლი ყავს გიოს. თუ გააკეთებთ, კომენტარებში გამიზიარეთ, როგორ მოგეწონებათ.